ტყის დაცვა და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება. ჭალის ტყის მასივში აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს. პროექტის სპეციალისტების მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე სრულდება. დაირგო 11 სახეობის 25,000 ნერგი. სატყეო რეფორმას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატარებს. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი. ჭალის ტყე მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. 65 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენა უკვე დაიწყო. დარგულია 11 სახეობის 25,000 ნერგი. მომავალში კი წითელი ნუსხით დაცული 25,000 ნერგი ჭალის მუხა დაირგვება. ბუნება მეტად მნიშვნელოვანია, შესაბამისად მისი მოვლა ჩვენი ვალდებულებაა. ჭალის ტყის ტერიტორია ადამიანებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ტყის აღდგენა გახდა საჭირო. განადგურდა ეკოსისტემისთვის ძვირფას მერქნიანი სახეობები, ჭალის მუხა და თელა. გეგმოთ დამატებით ასევე 25,000 წითელი ნუსხით დასული სახეობის ჭალის მუხის დამატებას ამ ტერიტორიაზე. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ასევე წარმოადგენს ჩვენი რეფორმის მთავარ ერთ-ერთ მიზანს. მინდა აღვნიშნო, რომ სატყეო სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით წელს მიმდინარე პროექტებით დაგეგმილი აქვს 3,500 ჰექტარზე მოვლა აღდგენის პროექტების განხორციელება. ჭალის ტყის აღდგენის დაწყებამდე მეტყევე სპეციალისტებმა პირველ რიგში წინასწარი კვლევები ჩაატარეს. მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი არსებობს ამბიციური გეგმა. აღდგეს 51,000-მდე ჰექტარი ტყის ფართობი. ადგილზე მიმდინარეობს დათვალიერება ფართობების, სადაც გამოიკვეთება შესაბამისი მონაკვეთები. შემდეგ დგება შესაბამისი ექსპერტების მიერ ტყის აღდგენა გაშენების პროექტი და ხორციელდება ღონისძიებები. ჩვენ 2036 წლისთვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა აღვადგინოთ დაახლოებით 51,000 ჰექტარზე ტყის დეგრადირებული ფართობები, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება ტყის ეკოსისტემაზე. ხე-ტყის უკანონო მოპოვება რომ არ მოხდეს სატყეო სააგენტოს სხვადასხვა უწყებასთან ერთად მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიებით ატარებს. ტყის რეფორმის ფარგლებში კი გამკაცრებულია სახელმწიფო კონტროლი. იანვრიდან მარტამდე გამოვლინდა 191 ფაქტი. სისტემას ემატება 400-მდე ტყის მცველი, რაც მოგცემს საშუალებას უფრო მეტად გავაკონტროლოთ ადგილზე ვითარება. ამასთანავე გაძლიერებულია სანქციები ხე-ტყის უკანონო მოპოვებისათვის. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. სახელმწიფოსთვის ეკოსისტემის გაუმჯობესება პრიორიტეტია, შესაბამისად სხვადასხვა უწყება პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.